მე გახლავართ თამთა დარსაველიძე და გახლავართ სპეციალური პედაგოგი და პირველი დღიდან ჩართული ახალი სკოლის მოდელში. Აი აქ წინა გამომსვლელებმა პირველ რიგში აი ამ კვლევისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი იყო გამოტანილი და აი ზუსტად აი ამ საკითხების გაგრძელება ის ჩემი პრაქტიკა, რაც მინდა გაჩვენოთ ჩემი პრეზენტაციით. მე მინდა აი აქ ძალიან ბევრი საკითხი დაისვა, ბევრი საინტერესო საკითხი და რამოდენიმეს მათგანის პასუხია ჩემი პრეზენტაცია სწორედ მინდა წარმოგიდგინოთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი. თქვენ ახსენებდით, რომ აი ხშირ შემთხვევაშიო კვლევამაც აჩვენა პროდუქტზე უფრო დიდი აქცენტი იყო გადატანილი, ვიდრე პროცესზეო, მუშაობის პროცესზე და მე სწორედ კომპლექსური დავალების მუშაობის პროცესში შექმნილი რესურსი მინდა წარმოგიდგინოთ და აი ამ რესურსში ჩემი როგორც სპეციალური მასწავლებლის ჩართულობა, რათა ეს პროდუქტი ყოფილიყო არა კლასში რაიმე კონკრეტულ მოსწავლეებზე გათვლილი, არამედ მასში ჩართული ყოფილიყო ყველა შესაძლებლობის მქონე მოსწავლე. ამ შემთხვევაში მე წარმოგიდგენთ მე-7 კლასის ისტორიის საგნის რესურსს, თემა ცნებები აქ არის წარმოდგენილი, კომპლექსური დავალების იდეა იყო ესეთი, მოსწავლეებს უნდა შეექმნათ გერბი სპარტაში არსებული ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის, ფენისთვის და აი ჩვენ ნახეთ ახალი სკოლის მოდელმა რა მოიტანა ჩემს სკოლაში პირადად ამას ვიტყვი. ეს არ იყო ის, რომ თქვათ ეს მასწავლებლები აქამდე საერთოდ არ აკეთებდნენ რესურსებს, ან არ უფიქრიათ, რომ რესურსით უნდა ჩაეტარებინათ, თქვათ მსგავსი ტიპის რესურსი შეექმნათ და ჩაეტარებინათ, ისე გაკვეთილი უბრალოდ ამ ახალი სკოლის მოდელმა და ცნებაზე ორიენტირებულ მასწავლებამ მოიტანა ის, რომ უფრო მეტად გააქტიურა ეს პროცესი, უფრო მეტად მასწავლებლისთვის გახადა საჭირო უკვე ისეთი რესურსის შექმნა, რომელიც არა მარტო ერთ პარაგრაფზე, კონკრეტულ პარაგრაფზე იქნებოდა მიმართული სახელმძღვანელოში, არამედ რომელიც გააერთიანებდა და გაამთლიანებდა მოსწავლეებისთვის ცოდნას მიზანთან მიმართებაში და აი სწორედ აი ეს საკითხი რო გაჩნდა, ამან თავისთავად გააჩინა შემდგომი საკითხი, რომ ეს ვერ შეიქმნებოდა ინდივიდუალურად ერთი კონკრეტული მასწავლებლის ხელით, ამას სჭირდებოდა უკვე კონსულტაციები კოლეგებთან, იმიტომ რომ იმისთვის რომ რესურსი და იმისთვის რომ აი ეს პროცესი შემდგომ მუშაობის ყოფილიყო ორიენტირებული ყველა მოსწავლეზე, ამან უკვე საჭირო გახადა ჩემი სპეციალური პედაგოგის ჩართულობაც ამ პროცესში და აი ვინაიდან კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომ ამ კონკრეტულ კლასში ირიცხებოდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, თუმცა თქვენ ნახავთ რესურსს და მე გავუშვებ ბარემ რესურსს, რომ შემდგომ დიდი დრო აღარ დაიხარჯოს და თქვენ ნახავთ, რომ ეს არის რესურსი, რომელიც არა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლეზე არ იყო მიმართული, ამ რესურსმა გამოიწვია ის, რომ ყველა არ დარჩა მოსწავლე, რომელიც იჯდა კუთხეში და რაღაცნაირად ვერ შეძლო პროცესში ჩართვა. ყველასთვის მოინახა ისეთი საკითხი, ისეთი კითხვა, ისეთი თემა, რომელზეც მათ შეძლეს პასუხის გაცემა. აი ჩვენ როგორც თქვით, ეს იყო საზოგადოებაზე მიმართული და აქ არის ამ რესურსში წარმოდგენილი, ნახეთ, სპარტაში არსებული საზოგადოების სხვადასხვა ფენები, რომლებსაც მოსწავლეს მისვლით და დაკლიკებით ყველა სურათის უკან დევს რესურსი, ზოგან დევს, თქვათ, ლინკები, რაღაც ვიკიპედიიდან
გამოღებული თუ სხვადასხვა მოკლედ სახეს, რომელშიც შიგნით კიდევ ჩაშენებული იყო ლინკები, კიდევ უფრო სიღრმისეული ვთქვათ ინფორმაციის მისაღებად და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ძირითადი რესურსი იყო სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოს მიღმა კიდევ სხვა რა ინფორმაციის მიღება შეეძლო მოსწავლეს. აქ მინდა აქცენტი გავაკეთო მე სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლის როლზე და რა ქონდა მას დავალება. ნახეთ, მაშინ როდესაც ტიპური განვითარების მოსწავლეები ვთქვათ უფრო სიღრმისეულად განიხილავდნენ თითოეული ვთქვათ საზოგადოების წარმომადგენლის როლს, მათ ფუნქციას და მიმართებებს მათ ფუნქციებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ჩვენ დავავალეთ, რომ შეეხედა აი ამ ვთქვათ რესურსისთვის და დაეხასიათებინა, აი რას ხედავდა, აღეწერა და აი ამ მაშინ როდესაც ტიპური განვითარების მოსწავლე ქმნიდა გერბს, ეს მოსწავლე აყალიბებდა ვიზუალურად დანახულ მახასიათებლებს და აი ამ მახასიათებლებით გავდიოდით აი იმ შედეგზე, რაც ვთქვათ უფრო სიღრმისეულად გავიარეთ ტიპური განვითარების მოსწავლეებთან. რა მინდა კიდევ რას მინდა ხაზი გაუსვა, რა თქმა უნდა, რომ არც იმ ტიპურ განვითარების მოსწავლეებს შორის არ იყო, რომ ყველამ ერთი სიღრმით დაძლია ეს საკითხი, ხომ? და სწორედ აი ამ ეს თან ხაზს უსვამ იმას, რომ ეს იყო რა თქმა უნდა ამ კომპლექსურ დავალებამდე მისასვლელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი რესურსი. ეს იყო ერთი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენ მიგვიყვანა საბოლოო პროდუქტის შექმნამდე და მე მინდა აღნიშნო ის, რომ აი ჩვენ მე რა თქმა უნდა, როდესაც ბუნებრივია, როდესაც ამხელა ძალისხმევა იდება რაღაცის შექმნაში და თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ეს დასანახად ძალიან მარტივი თითქოს პრეზენტაციაა, მაგრამ ამას რამოდენიმე დღე დასჭირდა, რომ ტექნიკურადაც გამართულად თქვათ აწყობილიყო და ბავშვამდე მისულიყო, მოსწავლეებამდე მისულიყო ისე, რომ საინტერესოდ ყოფილიყო წარმოდგენილი და როდესაც ამხელა შრომას დებს თან არაერთი მასწავლებელი, რა თქმა უნდა, შემდეგ ინტერესები უკავშირითაც, ხო? არა მხოლოდ თქვათ მეც ძალიან მაინტერესებდა, რომელიც ამ საგაკვეთილო პროცესს თქვათ უშუალოდ არ ვესწრებოდი, ძალიან მაინტერესებდა, როგორი იყო არა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის, არამედ სხვათა დამოკიდებულება აი ამ პროცესის მიმართ და სწორედ აი ამ უკავშირმა, რომ ბევრად უფრო საინტერესო გახდა პროცესი და იმან, რომ ყველა მოსწავლემ აი ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ყველამ იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც მას ჰქონდა. და მე ვთვლი, რომ ზუსტად ახალი სკოლის მოდელის და აი ამ მიდგომის, ცნებაზე ორიენტირებული მიდგომის, кейსზე დაფუძნებული სწავლების ზუსტად ბენეფიტიც და მთავარი მიღწევაც ერთ-ერთი არის ის, რომ ჩვენ მივედით ყველა მოსწავლემდე მათი შესაძლებლობებისგან გამომდინარე. არ დავტოვეთ საკლასო ოთახში მოსწავლე, რომელმაც აი ამ პროცესიდან რაღაც არ წაიღო, ასე ვთქვათ. მინდა რომ შევაჯამო და სწორედ ეს თქვა, ნახეთ, რომ რა მოხდა პირველი ერთი და ჩვენ საუბრობდით, აქ კითხვაც დაისვა, გამახვილებულიც იყო ყურადღება თანამშრომლობით კულტურაზე სკოლაში და აი ჩემი მაგალითითაც მინდა ვთქვა და ზოგადადაც ნახეთ, ინკლუზიური განათლება აქამდე აღიქმებოდა, ჩვენ ყველა მუშაობდით ამ მიმართულებით. უბრალოდ იყო ის, რომ რაღაცნაირად ეს მოსწავლე მაინც გვრჩებოდა ცალკე. მისთვის ყოველთვის იყო დავალება და ყოველთვის იყო დავალება კლასისთვის, მაგრამ
მაგრამ რთული ხდებოდა აი ამ დავალების ერთ კონტექსტში და ერთ ჩარჩოში მოქცევა და აი ამ ტიპის დავალებებმა და კომპლექსურმა დავალებამ და кейსზე დაფუძნებულმა დავალებამ და აი ამ ხედვამ და მიდგომამ ზუსტად საშუალება მოგვცა, რომ ყველა მოსწავლისთვის დაგვენახებინა თავისი ადგილი ერთ სივრცეში, ერთ საგაკვეთილო პროცესში და ეს არის თვლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დადებითი მხარე ახალი სკოლის მოდელის და თანამშრომლობითი კულტურა, რომელმაც ვთქვათ, მე ამ შემთხვევაში მე სპეციალური მასწავლებელი და საგნის მასწავლებელი აი ესე გადაგვაჯაჭვა ერთმანეთს, რომ ერთად შეგვყარა, რომ გვემუშავა. აი ხო თქვენ საუბრობდით, რომ აი კათედრებს შორის თანამშრომლობაზე და ერთ კათედრაში გნით თანამშრომლობაზე. აი მე ვთვლი, რომ ეს ახალი სკოლის მოდელის ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ადამიანები დასვა ერთად, პარალელური კლასის მასწავლებლები და დააფიქრა, რომ აქ არ იმაზე კი არ ვიფიქროთ კონკურენციაზე, რომელს უფრო კარგი მოსწავლე ყავს, თუ რომელი უფრო მეტ მიღწევებს მიაღწევს, რომელი უფრო დიდ შედეგს დადებს, არამედ იმაზე, როგორ დავგეგმოთ პროცესი ისე, რომ ჩემი კლასისთვისაც და ჩემი კოლეგის კლასისთვისაც იყოს მორგებული და ჩვენ ერთიანად შევძლოთ, რომ ყველა მოსწავლე დავაინტერესოთ. ხო, ეს იყო ვთქვათ აი ეს ძირითადი რაც მინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით მეთქვა და ეხლა აქვე მინდა აღვნიშნო ვთქვათ აი რას ვხედავ პრობლემურს, აი ეს ვთქვათ დადებითი მხარეები განვიხილეთ და რა პრობლემას წავაწყდი მე. აი როგორც გითხარით, ეს რესურსები არ არის პატარა შრომის შედეგი და აი ამ ხელა ძალისხმევის ჩადება თქვენ ახსენეთ ის, რომ მასწავლებლები დღეს საქართველოში გაკვეთილების მერე კიდევ ძალიან ბევრი რამით არიან დაკავებული და მსგავს რესურსებზე მუშაობა არ მოითხოვს ცოტა დროს და აი ამ რესურსების მრავალფეროვნება, აი ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ იმხელა ბანკი უნდა გვქონდეს ამ რესურსების თითოეულ მასწავლებელს, რომ თავისუფლად შევძლოთ ყველა საგაკვეთილო პროცესის მსგავსი ტიპით დაგეგმა და ეს დღემდე გამოწვევაა, მაგრამ თუმცა მე ამას ეხა არ უყურებ ისე პოზიტიურად ვუყურებ, თუ დაიწყება და დაწყებულია ეს პროცესი, ამ ადამიანებს უკვე ჩვევაში აქვთ, შეუძლებელია მოსწავლე თვითონ გთხოვს უკვე, რომ როცა ერთხელ მსგავსი ტიპის გაკვეთილს ჩაატარებ, ორჯერ ჩაატარებ, ის აღარ გაძლევს საშუალებას, რომ მოდუნდე და რაღაცნაირად თვითონვე გაიძულებს, რომ მსგავსი ტიპის მუშაობა გააგრძელო. მადლობას გიხდით მოსმენისთვის, თუ რამე კითხვები გაქვთ ამასთან დაკავშირებით, სიამოვნებით გიპასუხებთ.